გამოფენა, რომელიც საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პერიოდს გვაგახსენებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოფენო სივრცე ცნობილი პოლიტიკოსის, დიპლომატისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის აკაკი ჩხენკელის საარქივო მასალებს დაეთმობა. ექსპონატებს შორისაა ჩხენკელის პირადი ჩანაწერები და მოგონებები, რომლებიც საბჭოთა ოკუპაციის დღეს აღწერს. მაშინ ის საფრანგეთში საქართველოს ელჩი იყო. ემოციურ წერილებს ისტორიული მნიშვნელობის ფოტოებიც ერთვის. დამთვალიერებელი პირველად ნახავს დიპლომატის ხელნაწერ დღიურებსაც, სადაც იმდროინდელ მოვლენებსა და პოლიტიკურ ვითარებაზე ავტორის პირადი მოსაზრებებია თავმოყრილი. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ექსპონატები, რომელიც დაცულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. ყველაფერი, რაც განადგურებას გადაურჩა და რაც საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებით აკაკი ჩხენკელს ფურცლებისთვის გაუნდია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოფენო სივრცეშია თავმოყრილი. ყველაზე მნიშვნელოვანი 1921 წლის 25 თებერვალს გადაღებული ფოტოა, რომელზეც აღბეჭდილია, როგორ მიდის საქართველოს, ესპანეთის, საფრანგეთსა და ევროპაში აკაკი ჩხენკელი საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარესთან ალექსანდრ მილიერანთან წმუნებათა სიგელის გადასაცემად. ზუსტად ამ დღეს თბილისში საბჭოთა რუსეთის ჯარი შემოვიდა. მე დღიურში აკაკი ჩხენკელი გაიხსენებს, როცა საქართველოს ცეცხლი ეკიდა, ასე წერს ის პირდაპირ და დაწერილი სიტყვა უკან გადავდე, მე რჩივნა ზეპირად მელაპარაკა, რა დროს საზეიმო განწყობა იყო. ფოტოზე არსებული მინაწერების მიხედვით იგი ქართული პოლიტიკური ემიგრაციის წევრს ვალიკო ჩუბინიძეს გადაუღია. როგორც ფოტოც, ისე აკაკი ჩხენკელის უნიკალური არქივი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ცნობილი ქართველოლოგის ლეა ფლურის ოჯახმა გადასცა. ქალბატონი ლეა აკაკი ჩხენკელის ძმის კიტა ჩხენკელის გარდაცვალების შემდეგ წლების განმავლობაში პატრონობდა ამ არქივს. თბილისის უნივერსიტეტისთვის მათი გადაცემის მიზეზად კი აკაკი ჩხენკელის პირველ ქართულ უმაღლეს სასწავლებელთან განსაკუთრებული დამოკიდებულება სახელდება. მოქალაქენო, ეს არის პირველი სიტყვა, რომელიც აი ამ საზეიმო დღეს გაისმა თბილისის უნივერსიტეტის, მაშინ გიმნაზიის შენობაში. ჯერ ერთი აკაკი ჩხენკელი ეროვნული საბჭოს წარმომადგენელი იყო და ამავე დროს გახლდათ თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების თავმჯდომარე. აკაკი ჩხენკელი მე ძალიან დიდი სიამაყით საფრანგეთში ყოფნისას იხსენებდა იმ ღვაწლს, რომელიც მან გასწია თბილისის უნივერსიტეტის დაარსების საქმეში. კიტა ჩხენკელის არქივში ქვეყნის პირველი დიპლომატის, პირველი საგარეო საქმეთა მინისტრის აკაკი ჩხენკელის დღიურების ხელნაწერები აღმოჩნდა. როგორც ამ ჩანაწერებიდან ირკვევა, მას განზრახული ჰქონდა მემუარები დაეწერა 1918-21 წლების რესპუბლიკასა და ემიგრაციაში საქართველოს დევნილი მთავრობის მოღვაწეობაზე. ამიტომ უნივერსიტეტმა საჭიროდ ჩათვალა გამოეცა დღიურების 2 ტომი. მასთან ერთად აკაკი ჩხენკელის არქივში დაცული უამრავი საინტერესო მიმოწერა, შეხვედრათა უქმი, მოხსენებითი ბარათი იქნა შესწავლილი და ამ მასალებმა ასევე 2 ტომი შეადგინა. ეს არის უაღრესად საინტერესო ჩანაწერები, რომლის გარეშე ძნელია წარმოვიდგინოთ ქართული დიპლომატიის ისტორია. ჩემი მოსაზრებაა, რომ ეს წიგნები ყველა დიპლომატის საამაგიდო წიგნად უნდა იქცეს და ამ წიგნების მიხედვით უნდა ასწავლონ ქართული დიპლომატიის ისტორია. დღიურების გამოცემა და ექსპოზიცია შემაჯამებელი ღონისძიებაა, რომელიც ქართველი დიპლომატისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთი ფუძემდებლის აკაკი ჩხენკელის 150-ე საიუბილეო წლის აღსანიშნავად ეწყობა. დედაქალაქის ცენტრში 26 მაისის მოედნის მიმდებარედ usახელო სკვერს აკაკი ჩხენკელის სახელი მიანიჭა და მისი ბიუსტი დაიდგა. საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე დაწესდა უწყებრივი ჯილდო აკაკი ჩხენკელის სახელობის მედალი. ავერსზე გამოსახული არის პირველი რესპუბლიკის გერბი, ხოლო რევერსზე არის აკაკი ჩხენკელის ხელმოწერა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 2 გადაჯვარედინებული დროშა. აკაკი ჩხენკელის დღიურების პრეზენტაცია 25 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.